50-იან წლებში ქართულ, უпроსწორად მაშინ ჯერ კიდევ საბჭოურ კინემატოგრაფში ორი ფილმი გამოჩნდა, ორი მთავარი გმირით. მიხო ბორაშვილი და ნანი ჩიქვინიძე მაყურებელმა ჯერ მაგდანას ლურჯას, 2 წლის შემდეგ კი სხვისი შვილების ეკრანებზე გამოსვლის შედეგად გაიცნო. მართალია მიხო ბორაშვილს კინემატოგრაფიული ძირები ნამდვილად არ ჰქონია, თუმცა მისი არჩევანი რეჟისორებთან, რეზო ჩხეიძესთან და თენგიზ აბულაძესთან მუშაობის შედეგად სწორედ კინემატოგრაფიულად გაფორმდა. მოკლედ დღეს უკვე რეჟისორი მიხო ბორაშვილი მაგდანას ლურჯას გადაღებებზე მაშინ აღმოჩნდა, როდესაც 7 წლის იყო და როდესაც ნამდვილად ვერ წარმოიდგენდა, რომ გადასაღებ მოედანზე აბულაძე ჩხეიძის რეჟისორულ გარემოცვაში მოხვდებოდა. ბატონი რეზო ჩხეიძე იყო თავის ასისტენტებთან ერთად. რომ შემოვიდნენ კლასს გადაავლეს თვალი და ისე უკან გაბრუნდნენ მაშინ. მაგრამ კარებთან არ იყვნენ, მისული შემოbrunდნენ ისე უკან, იმიტომ რომ ეთქვა ვერ შემამჩნიეს თუ რა იყო, თუმცა მე ხო არ მეძებდნენ არა, მაგრამ რაღაცამ გაიეულა ალბათ მაგათ თვალწინ. და ამიძახეს, გაუმიძახეს დაფასთან. მკითხეს სახელი და გვარი. ჩემი ნამდვილი სახელი არის როლანდი და არა მიხო. პასპორტში ასე მიწერია როლანდი. და რატომღაც არ ვიცი ალბათ ვინერვიულე უცხოებთან თუ რა იყო რომ მკითხეს სახელი არასწორად უპასუხე როლანდი კი არ უთხარი ლორანდი უთხარი რატომღაც და იქ გაატეხეს ფხუკუნეი ჩემმა კლასელებმა სიცილი წასკდა თამას და ძალიან გაბრაზებით გაჯავრებულმა გადავხედე შუბლი შევიჭბუხნე წარბები შევყარეთ გადავხედე ეთყობა და აი ეს მომენტი რაღაცნა ამ მომენტით მოიხიბლნენ ეთყობა. ფილმის გადაღებები სოფელ უფლისციხის ტერიტორიაზე მიმდინარეობდა. სხვათა შორის არაერთხელ აღუნიშნავთ, რომ რეზო ჩხეიძე გადასაღებ მოედანზე ყოველთვის წარმოუდგენელი ენერგიულობით გამოირჩეოდა. ამას სხვა მსახიობებთან ერთად მიხო ბორაშვილიც აღიარებს. ძალიან გავჭირველდი ერთ ეპიზოდის აღარ მახსოვს, თუმცა რომელი ეპიზოდის გადაღების დროს და ხარ ავიჩემე და ხან რა ავიჩემე. ჯერ მტკვარი ჩამოდეს იქვე ახლოს ხო, მდინარეს ჯერ ავიჩემე რომ თევზი მინდა მიყვანოთ და თუ არ მომიყვანეთ მომიტანთ თევზს არ გადავიღებ ვართ გაქანდნენ აბა დაიჭირეს თევზი ამ მტკვარში მოიტანეს ნუ მე კიდევ რაღაცა თევზი მახსოვს არის ფილმში ასეთი ეპიზოდი ფინალისკენ უკვე სადღაც გამოუჩნდა სახედარს პატრონი უნდა წაართვან მე ამას ყველაფერს ვგებულობ ანუ მიხო გებულობს ხო შედის სადაც ის არის რა ქვია ბოსელში შედის და იქ იძინებს სახედართან ერთად დილით ჩაფრები გამოათრევენ ამ მიხოს ხელს კრავენ მიწაზე ვარდება და რომ წამოწევს თავს სისხლი მოსდის მიხოს იმიდან რა ქვია ტუჩიდან პირში ჩამიგუბეს რა თქმა უნდა მურაბის წვენი თუ რაღაც ცალობლის მურაბის და თავს რომ წამოწევდი უნდა გადმომეშვა პირიდან ეს ნუ დავიღალე დავიტანჯე აღარ შემეძლო მე ერთი ორჯერ ეთყობა მოვიდათ მაგრად ამ ჩაფრებს ვინც ანსახიერებდნენ მსახიობებს და რომ დავარდი ვეღარ მოზომეს და რამდენჯერმე მტკივნეულად დავარდი 2 წლის შემდეგ იყო სხვისი შვილები. კინემატოგრაფიულად გონგახსნილებს ალბათ ისიც ემახსოვრებათ, რომ ამავე ფილმის სცენარი სწორედ მაგდანას ლურჯას წარმატების შემდეგ სპეციალურად მიხო ბორაშვილისა და ნანი ჩიქვინიძესთვის დაიწერა. სხვისი შვილების გადაღებისას ორივე მსახიობს უკვე ჰქონდა საკმაოდ სერიოზული კინოგამოცდილება. უკვე რაღაც გააზრებული მაინც ჰქონდა, რომ ჩვენ უნდა გვეთამაშავთ, თქვათ, არა ტრაგედია, არა კომედია, არამედ დრამა ეს არის, ცხოვრებისეული დრამა ერთი ოჯახის მაგალითზე რა მსახიობი უნდა იყოს არა 10 წლის ბავშვი მაგრამ რაღაცა ის პროფესიონალური რაღაც პირველ ფილმზე მაგდანას ლურჯაზე ახლა ამას უკვე ნელ-ნელა ეს ეთყობა ჩვენში შემოდიოდა ჩემში და ნანი ჩიკვინიძეშიც და რა თქმა უნდა ეს უფროსებისაგან გვესმოდა უფროსურად მერე მოყოლილი ისინი ასე არ გვანებირებდნენ პირში არ გვეუნებდნენ ამას რომ იმ დონეზე რომ პროფესიონალი მსახიობის დონეზე იყო ჩვენს მიერ აღქმული როლიც და თქვათ რაღაც სიტუაციები და ეპიზოდები რომელიც უნდა გაგვეთამაშა. ამავე ფილმების შემდეგ როგორც თავად აღნიშნავს განსაკუთრებით პოპულარული ბავშვი გახდა, თუმცა მაყურებლის მხოლოდ გარკვეულ კატეგორიაში, ანუ უფროს თაობაში. თუმცა ფილმიდან სხვისი შვილები ფრაზამ ვინ არის სიმპათიური, ნამდვილად გადალახა ყოველგვარი ასაკობრივი ზღვარი და დღემდე დიდი პოპულარობით სარგებლობს. არ მახსოვს საიდან დაიბადა. აი ეს აზრი რომ
ვინ არის სიმპათიური, რომ მიმეღო ეს რაღაც ლანძღვის სიტყვა და გინების სადარ სიტყვა, ეს საიდან მოვიდა ეს? მაშინ მე თვითონ არ ვიცოდი ამ სიტყვის მნიშვნელობა და მე ეგრეთ ასე ვთქვათ პასი მივაწოდე რეჟისორს, რომ ეს გამოეყენებია თუ თვითონ სცენა, ეს არ მახსოვს. დაიდანატოთ სახში. მაგას დიდი ნაცვალი გამოუშვებს, მე არ ვიცი რანაირი ხალია. რანაირია? ხო, თქვი რანაირია. გასიყვარები, კომენდანტმა თქვა, ნათაძიას ახალიცოლი სიმპათიურია, ძალიან სიმპათიური. ვინ არის შენი სიმპათიური? ამავე ფილმებს უკვე იშვიათად უყურებს, მაგრამ არა იმის გამო, რომ დაიღალა. სხვისი შვილებისა და მაგდანას ლურჯას გარდა მიხო ბორაშვილი კიდევ რამდენიმე ცნობილ ქართულ ფილმში გამოჩნდა. ღიმილის ბიჭებში ბადურის როლი შეასრულა, ხოლო მე ბებია ელიკო და ილარიონში რომული კალანდაძის როლი. მოგვიანებით იმუშავა მოსკოვში სტანისლავ როსტოცკისთანაც. ასე გამოიყურება მოკლედ მიხო ბორაშვილის კინემატოგრაფიული დოსიე სამსახიობო შტრიხებით. თუმცა მოგვიანებით მსახიობობა უკვე რეჟისურამ ჩაანაცვლა, ვიდრე თეატრალურ ინსტიტუტში ამავე ფაკულტეტზე მოხვდებოდა. მანამდე თენგიზ აბულაძის რჩევით ჯერ პოლიტექნიკური ინსტიტუტი მოსინჯა. სხვათა შორის დღემდე აღიარებს, რომ არჩევანში ამჯერად კი რეჟისორის პროფესია იგულისხმება, მთავარი როლი სწორედ აბულაძე ჩხეიძესთან ურთიერთობამ განაპირობა. მაგნიტივით მიზიდავდა თენგიზ აბულაძის და რეზო ჩხეიძეც, რომ მათი თუკით იგივე მეთოდი როგორ მუშაობდნენ სარეპეტიციო ოთახში და შემდეგ გადასაღებ მოედანზე მათი დამოკიდებულება მასალის მიმართ, მათი დამოკიდებულება მსახიობების მიმართ, მათი დამოკიდებულება საერთოდ ხელოვნების და კონკრეტულად კინოხელოვნების მიმართ. მე ამას განსაკუთრებულად ალბათ არ ვაკვირდებოდი და არა ეთყობა აი ჩემ და უნებურად ეს ყველაფერი შევისრულე. თუმცა მას როგორც რეჟისორს მუშაობის საკუთარი მეთოდი და ფორმები აქვს. ამბობს, რომ ნამდვილად არ განეკუთვნება ეგრეთ წოდებული მძიმე რეჟისორების კატეგორიას. მეტიც ძალიან უყვარს მსახიობებისთვის და საერთოდ გადამღები ჯგუფისთვის დღესასწაულების მოწყობა. თვლის, რომ ამავე ჯგუფში ურთიერთობა, განსაკუთრებით კი რეჟისორსა და მსახიობს შორის აუცილებლად იდეალური უნდა იყოს. ეს არა მხოლოდ მუშაობას აადვილებს, არამედ შედეგსაც საინტერესოს ხდის. ბევრი დუბლების გადაღება არ მიყვარს. ნამდვილად არ მიყვარს. მაქსიმუმ 2-3 დუბლი, იმიტომ რომ მანამდე არსებობს რეპეტიცია. შენ კეთილი უნდა ინებოდა, კონდიციამდე უნდა მიიყვანო მსახიობით შენი თავიც და ყველა შენს გარშემო. რაც შეეხება სხვა სახასიათო შტრიხებს, ამბობს, რომ სულ სწრაფია შესაძლოა ზომაზე მეტადაც კი. აქვს კიდევ ერთი თვისება, გადამეტებული პუნქტუალურობა. სხვათა შორის უმეტესად მშვიდად საუბარიც არ გამოსდის. შესაძლოა ცოტა მოულოდნელად მოგეჩვენოთ, თუმცა ბოლო დროს მიხო ბორაშვილმა საკუთარ ხასიათში ასეთი შტრიხიც აღმოაჩინა. ვიყვარ ჩემთვის ყოფნა, იცით? განსაკუთრებით აი რაც ასაკი მემატება უფრო ნაკლებად გავხდი, როგორ თქვა, ნაკლებად კომუნიკაბელური და ნაკლებად კონტაქტური. უფრო ვიყავ ჩემ ფიქრებთან ყოფნა, ჩაძირვა და რაღაცა თითქოს გარსი ვიკეთებ. ჩემს გარშემო და არ მინდა ეს გარსი ვინმე მუჩხლიტოს ამ გარსს და რაღაც სხვა ის შემოს. ეს ცუდია, მე ვგრძნობ ამას, რომ ეს ძალიან ცუდია. აი ეს ცოტა მომეწალა. როდესაც მაქვს პაემანი, ვინმეს უნდა შევხვდე. ამას არა აქვს მნიშვნელობა, ის 5 წლისაა თუ 90 წლისაა, ქალია თუ კაცია. თუ აგვიანებ ერთ წუთსაც, მაინც ჩემი მემართება, ასე მგონია რომ ქვეყანა იქცევა. მიხო ბორაშვილის ანგარიშზე დღემდე დაახლოებით 30-მდე დოკუმენტური და 2 სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმია. მისი სარეჟისორო კარიერის დასაწყისი საბჭოეთის პერიოდს დაემთხვა. შემდეგ თანამშრომლობდა ქართულ ტელეფილმთან. მისმა ბოლო 2 ფილმმა გზამაცხოვრისა და დედა ოხთისავს სახელმწიფო პრემიას დაიმსახურა. რაც შეეხება მხატვრულ ფილმს „ცარიელი სივრცე“, რომელსაც მედია განსაკუთრებული კეთილგანწყობით შეხვდა, მასში შესრულებული საუკეთესო კინოროლისთვის მსახიობმა ხათუნა იოსელიანმა ანაპის საერთაშორისო კინოფესტივალ კინოშოკის პრიზი მოიპოვა. ამჟამად კი მიხო ბორაშვილი ახალ ფილმზე მუშაობს, რომელიც ცნობილ ქორეოგრაფ ჯორჯ ბალანჩინს ეხება. სრულმეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმი მხატვრული ელემენტებით. ასე ახასიათებს იგი ახალ ნამუშევარს, რომელიც ამჟამად მონტაჟის პროცესშია და რომლის გადაღებებიც ყველა იმ ქალაქში მიმდინარეობდა, რომელთანაც ბალანჩინს შემოქმედებით ქორეოგრაფიული კავშირები ჰქონდა. ჩემს აი ასე თქვა პედანტურ მიდგომასთან საქმისადმი ყოველთვის თან ახლავს ჭარბად ემოციური მუხტიც.
ყოველთვის ნებისმიერ გადაღებებზე, სცენარზე მუშაობის დროს, მოსამზადებელ პერიოდში, სამონტაჟო პერიოდში ეს თან დოკუმენტურ კინოს სხვანაირად აი ემოციებით უფრო აი ამ ფილმზე ახლა რომელსაც ვაკეთებ, მინდა რომ აი მეტი წილი უფრო ემოციებით იყოს შექმნილი ეს ფილმი ვიდრე თქვათ აი რაღაც ანალიზით, დაფიქრებით და გამოთვლილი იმით, იმიტომ რომ ბალანჩინი მაგას არ უსახურებდა ისეთ პიროვნება იყო. არის რაღაც თებები, რომელზეც ნუ იქნა ყველაფერი გათვლილი იქონდეს. გაღე. სად არის? დავიჩქარა. დროზე. მოდი ბიჭო. დროზე. გამოდი სადახარ შემძროლიში, ახმარო.